მეგობრებო, მიმდინარეობს გუნდური ასპარეზობა ჩემპიონატზე, ძიუდოში ჩემპიონატზე და ბექაურმა ლაშამ მოიგო. სულ ერთი გამარჯვება გვაშორებს იმას, რომ გუნდურად შეიძლება გავხდეთ სოფლიო ჩემპიონი. მოვიგეთ. გავხდით ჩემპიონები. всё, მორჩა დასრულდა, დამთავრდა რა. მე სპორტში კარგად არა ვარ. სოფლიო ჩემპიონები გავხდით. კარგად არა ვარ გარკვეული, მაგრამ აგერ ბიჭები არიან და ამიტომ გავხდით ჩემპიონები და პირველად ისტორიაში რომ ჩემპიონები გავხდით, ეგ მნიშვნელოვანი ამბავია. ძალიან კარგი, ესე გახარებულები ვიყოთ სულ ტრის ჯინაზე და ჩვენი გულის გასახარად. ტრის ჯინაზე რა ხდება? მაგაზე ვილაპარაკოთ, მეგობრებო, გურამი, აგერ ნიკოლაშვილი, ჩვენი ძმაკაცი, ჩვენი ძმა, ჩვენი კოლეგა და ვისაუბროთ ჯიგრულად, შინაურულად, დიდი ხანია ვიცნობ მას და მეგობრობთ და რა გვჭირდება ასეთი ლაპარაკი თქვენთვისაც საინტერესო იქნება. გურამ, რა მინდა გითხარი, რომ ადამიანის იდიოტის მართლა საზღვარი არა აქვს, ეხლა ეს ჩვენ ვიცით. და ზოგადად როგორ არის, აი ოკამის სამართლებით უნდა მოჭრა, ყველა შეთქმულების თეორია და თუ რაღაცა ადამიანი უცნაურად, პირდაპირ თქვა იდიოტურად იქცევა, იდიოტობას უნდა დააბრალო პირველ რიგში და არა რაღაც გარკვეულ რაღაც მანევრებს. მაგრამ მე მაინც მიჭირს, რა მიჭირს, იცი რომ ფსკერს ქვემოთ არის ქართული ოპოზიციის საქმე. იმ დროს, როდესაც ჩვენი სახლის გარშემო არის ხანძის რკალი და მე ყველა ოჯახში ისელში ყველას ყავს. ან მეგობარი, ან ათესავი და რეკავენ და პრობლემა არის. ხო, არ არის ისელში საქმე კარგად, ეგრე არ არის როგორც მედია გადმოსცემს ლიბერალური. ურტყავს ირანი ზებგერით, ჰიპერბგერით რაკეტებს. ირანშიც ყავს ჩვენ. და ირანშიც ქვერედნელები, კი ბატონო. და ურტყავენ ერთმანეთს, მაგრამ თუ ისრაელს ქონდა ასე ვთქვათ იმედი ამ დამცავი გუმბათის, ხო? ანტირაკეტების. არ არის საქმე, იმიტომ რომ ჯესეთი ჰიპერბგერით რაკეტას ვერ იჭერს. მე რაკეტები უთავდება რუსეთის გულის გასახარად, უკრაინაში რაც რაკეტები უნდა წასულიყო, ანტირაკეტები მოდის აგერ ძმაო ისრაელში. მოკლედ, გარშემო არის ცეცხლი და ჩვენ ხალხი, ქართველი ხალხი უყურებს ვიღაცა ვირიშვილებს, რომლებიც ბენზინის კანისტრით დადიან, პატარა კანისტრით და ცდილობენ უკვე სახლში შიგნით დაწვან რაღაცეები და არ გამოვა ეხა თუ რამე პაციფისტური მშვიდობის მყოფელური სამშვიდობო რაღაცა არ თქვეს ამ დებილმა ოპოზიციამ საერთოდ არ ვიცი ამ განულებაზე მეტი რა არის მაგრამ ხალხი სიხარულით შეხვდებათ მათ დაჭერებს კანონიერად დაჭერებს რამდენი ოპოზიციონერი უკვე დაჭერილი და კანონიერად მაგრამ ემპათია არა აქვს და თვითონ დღეს ვიკაბუკიები და ვიღაცები გამოდიოდნენ და რა ვქნათო რატო არ გვიჭერს ხალხი უნდა გავიქცეთ აქ და ქუჩაში უნდა გამოვარდეთო და ვერ ხვდებიან რომ ერთ-ერთი თავი პრობლემა არის აი მათი ეგრეთ წოდებული პირდაპირი მავნებლობა და პირდაპირი სამშობლოს ღალატი მე ასე ვიტყოდი ეს არის ისტერიულობა ხო ეს არის პირდაპირ ეს დიაგნოზია ხვდები ისტერიულობა და ისტორიულობას არაფერი არ მოაქვს უბრალოდ აი ერთგვარი ნაზავია ზოგი არის აი როგორი არ ჩამოთვლი სახლებს და გვარი ვისაც ორივენი ვიცნობთ აი კლასიკური ისტერიული რომელიც უბრალოდ ვერ აკონტროლებს რაღაც საკუთარ თავს მას უჭირს რეაქციების დემოცების კონტროლი მას უჭირს თქვას რომ აი გავიგეთ დღეს ესე აი ხვალზე გრახდება ოდნავ ტაქტიკურად თუ რაღაც სტრატეგიულ პერსპექტივაში პროცესის წარმართვა და დაგეგმა არის ვიღაცა ვინც განზრახ მავნებლობს არის ვიღაცა ვინც როლს თამაშობს ეხა ეს ლაპარაკობ ოპოზიციას რომელთა ბედით სიმართლე გითხრა მე ერთი სული მაქვს როდის მოვარჩენები და მე იმედი მაქვს რომ აი როგორც უკანასკნელი მოჰიკანივით ისინი თავის პირობას შეასრულებენ და არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში და ამით ეს დამთავრდება ანუ ეს აი ვიღაცა მიიღებს მაგრამ აი იქნებ რაღაცად ერთმანეთს ხო ამუნათებენ და კიდე ხო იქ დიდი ამბავია ეს ხო მე მინდა რომ ეს დამთავრდეს იმიტომ ეს შეუძლებელია არ შეიძლება ქვეყანაში ანუ ერთდროულად ჩვენ გქონდეს ბრტყელი და მრგვალი დედამიწის თეორია ანუ რომელიღაც ერთზე უნდა შევჯერდეს ძალიან გაფართოვდა ეს თეორია და მე იმედი მაქვს რომ ამით ეს დამთავრდება მე ერთადერთი რაზეც გული მწყდება ეს არის ამ ოპოზიციამ ხო მიიღო ის 45% ხო ანუ ეს ხო ადამიანებია 800,000 ხმა თუ ასე შემდეგ იმ კონკრეტულ მომენტში მათ რაღაცნაირად ჩათვალეს არც ოცნების საპირისპიროდ რაღაც არ მოწონდათ ან სხვა რაღაც მოწონდათ ან ბევრი არის რაღაც ნაწილი ფუნდამენტური კლასიკური ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველი 200,000 მაგრამ მე რაღაც გული მწყდება იმიტომ რომ მათ
ვერაუგზალა ადამიანს ვერ დააძალებ რომ უყვარდეს ან ხმას აზროვდეს ქართულ ოცნებას, მაგრამ რო არ არის არჩევანი, ბევრი ადამიანს უნდა ხავს, რომ აი რა ვქნა, ანუ სხვა გზა არ მქონდა მე თქვენ არ გაძლევთ, ანუ ვიღაცას უნდა მიმეცა. იქ როგორ შეარჩია ეგ სხვა საკითხია, 4-დან ან თუ 6-დან როგორ ამოარჩია სასურველი, მაგრამ რო შევეშალ მე მინდა ამ ხალხს გაუჩნდეს არჩევანი. ეს ხალხი დაბრუნდეს რაღაცა სისტემურ ჭრილში, რომ ჩვენ ყველანი ცხოვრობთ ერთ ქვეყანაში, სადაც შეიძლება ასთა სხვადასხვაობა და ეს განსხვავებული აზრს უნდა ქონდეს პოლიტიკური გამოხატულება. მაიმუნები არ არიან პოლიტიკოსები რა. ხო და ამიტომ ეს რაღაცა ფორმით უნდა მათი ნების წარმომადგენელი პოლიტიკოსები უნდა არსებობდნენ, მეგონა ესენი არ უნდა იყვნენ იდიოტები, მაიმუნები. ხო, ოღონდ აი რა გინდა რომ გააკეთო. ისტერიულები. ხო, აღარ არის ხა რაღაცა მეორე მსოფლიო ომამდე პერიოდი, სადაც სხვა მეთოდები არსებობდა. ეს სხვა დრო და სხვა ხანა. დღეს არის 20 ივნისი. 20 ივნისი არის აღსანიშნი თარიღი, როდესაც აი გაფორმდა მთელი ამ სიგიჟის დაწყება, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ ქუჩაში. 20 ივნისი იყო დღე, როდესაც მაშინ საბაბი, კონკრეტული გავრილოვის ინციდენტი, ესე ვთქვათ, გამოიყენეს წლების განმავლობაში არსებულმა აი ძალებმა, რომლებიც წლების განმავლობაში ლაპარაკობდნენ, რომ თავარი პრობლემა ამ ქვეყანაში არის რუსეთი არის რუსეთიდან ძერწავდნენ ბოლომდე მტრის ხატს, როგორც საზომ ერთეულს, აქ არის ლაპარაკი რეალურ მტრზე, აქ არ არის ერთი წუთით იმაზე ლაპარაკო, არა როგორ რუსეთი ოკუპანტი არ არის, რო გიკითხავენ, კი, რუსეთი არის ოკუპანტი, და ამავე დროს არის შენი ყველაზე დიდი მეზობელი, რომელსაც ვერსად ვერ წაუხვალ, მაგრამ მტრის ხატის გამოძერწვა შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში იმისათვის რომ შენ პოლიტიკური მანევრის საშუალება სრულად კონდეს შეზღუდული და მე შემეჯიბრე მხოლოდ იმაში ვინ უფრო მეტად შეაგინებს რუსეთს, ანუ ეს უნდა ყოფილიყო ქართული პოლიტიკის განსაზღვრელი და არა უამრავი სხვა საკითხი. ქუჩების დაგება, სოციალური სახელმწიფოს რამდენად კარგად ვაშენებთ, პენსიები, უამრავი სხვა საკითხი. ბოლოს როდის მოისმინე რაღაცა ბოდვის ნაცვლად რომ 1000 ლარიანი პენსია თურმე დღეს უკვე არსებობს და უბრალოდ ჩვენ არ ვარიგებთ, აი როდის მოისმინე რამე რაციონალური მსჯელობა. არა წლების განმავლობაში მიდიოდა სწორედ აი ამ იდეის კულტივაცია, რომ შენ აი პოლიტიკა განსაზღვრელი უნდა ყოფილიყო რუსეთი. ამაზე ბატონი მიხეილ სააკაშვილი თავის ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც ნაწყვეტ ცოტა ხნის რამდენიმე 2 დღის წინ გავაზიარა, ის პირდაპირ იძახის, რომ საქართველოს გადარჩენის ერთადერთი ფორმულა არის, რომ ის დასავლეთსა და რუსეთს შორის უნდა იყოს პრობლემა. ანუ შემდა იყო ამბობდა კაცო. ხო, შემდა იყო პაიკი, შემდა იყო მხარე და ნუ აი 16 პაიკი, რომელთაც დათვს. კი ბატონო, ანუ ეს იყო ფუნქცია, რაც განისაზღვრა. ნაცმოძრაობა შეიძლება შენ იცი რომ ბევრი ადამიანები რომ შეიძლება დავასახელოთ წლების განმავლობაში გამოვიდა აი რაღაც დროს ნაციონალური მოძრაობა რაღაც დროს მიშა რაღაც დროს ეს ჩამოგითხრა იმისთვის რომ მაგრამ აი ეს იდეოლოგია რომ რუსეთი არის განსაზღვრელი ქვეყნის შიდა პოლიტიკის არსად არ წასულა გესმის ანუ ქვეყნის ფუნქცია არის იყოს ზვარაკი იყოს მურია რომელიც წააკეზეს გელის წინა 2019 წლის 20 ივნისს სწორედ აი ეს სენტიმენტები რომელიც მანამდე დიდი ხნის განმავლობაში ყვებეს მათ დაინახეს რომ ეხლა არის შანსი იმიტომ რომ გაჩნდა რაღაცა ვიზუალური ელემენტი და დანარჩენი უკვე ისტორიაა და ეს ყველაფერი და ახალგაზრდათაობაც გაჩნდა რომელსაც არ ახსოვდა 2008 წლის შიში და ხო და აი ამ პროდუქტის მოხმარებელი იყო ხო მე ჩვენ ნახეთ თავად მიშა სააკაშვილი ძალიან ჭკვიანურად და ფრთხილად მოიქცა არ შეყვა ჩეჩნეთიზაცია არ გამოიწვია პარტიზანული ომი არ დაიწყო ჩვენ რო გეუბნებოდნენ რომ პარტიზანული ომი დაიწყეთო რა მიშას არ ეუბნებოდნენ ან მაგაზე არ იყო გასვლა რომ გათვლა რომ რამდენიმე დღე კიდევ გაგრძელდებოდა და ხო ნუ იმას რაღაცა უნდა და პრეზიდენტობა და მაგრამ რაღაც დაიტოვა იმისთვის რომ მე გაიგო ჩვენ ნახეთ მე ეს როგორც გაგრძელდა ხო და 20 ივნისს ჩვენ ნახეთ მე შტურმი ჩვენ ნახეთ მე ეს რაღაცა ისტერია ის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები რომლებიც აი წინ მიუძღვებოდნენ და მაშინ გაიტესტა ეს ყველაფერი მაგრამ ნახეთ ორი მნიშვნელოვანი რამ გარდა იმისა რომ ჩვენ ნახეთ გიორგი ახარიას მე ამაზე რეაქცია რამაც კიდე ეს ტრაიკულად აქცია ეს დღე ცოტა მაშინ თქვა გამოუცდელობის გამო თუ განზრახ ცდელობის გამო მივიღეთ გარკვეული შედეგები ჩვენ ნახეთ ამის შემდეგ აი ეს ფორმა იმიტომ ჩვენ გვაქვს 92 წლის გამოცდილება 2003 წლის გამოცდილება გარკვეულწილად ეს ორივე ნიშანი უკვე გაჩნდა ხო 2019 წლიდან მე არაერთხელ განმეორდა და ჩვენ ეს ფორმა როდესაც ვნახეთ ჩვენ ვნახეთ უცხოური დიპლომატიური წარმომადგენლები ჩვენ ვნახეთ დონორი ორგანიზაციები არასამთავრობო ორგანიზაციები რომლებიც დადგნენ აი იმ პროტესტის მხარეს რომელზეც მოგვიანებით სტრასბურგის სასამართლომ გადააცხადა რომ კი ბატონო ეს იყო პარლამენტის შტურმი და სამართალდაცვა ორგანოებს ეს უნდა აღეკვეთათ ხო და როცა ეს ვნახეთ ამაზე შორს წავედით მე ჩვენ ვნახეთ აი ამ 20 ივნისზე აღმოცენებული ძალების აქტივისტების ბევრი ცნობილი სახელის ჩემთვის და შენთვის უკვე ფორმალიზებულ დაჯგუფებად გადაქცევა რაღაცა ბრენდ სახელების გაჩენა სირცხვილიები თუ დროები თუ ასე შემდეგ და ამის შემდეგ დაფინანსება რომელიც დღემდე გამოიყენება იმ რბილი ძალის
ინსტრუმენტად ვიდრე ეს ნეტარს ხსენებული USAID-მა არ შეწყვიტა თავის არსებობა ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. ხო და სწორედ ამიტომ ვუყურე. მაგრამ ამის გარდა ამ სქემის გარდა რა თქმა უნდა არსებობს ბიუროკრატიული ინერცია, არსებობს უბრალოდ უვიცი ხალხი მენეჯმენტში, რომელიც საქართველოს საერთოდ არ იცნობს, არსებობს თუნება რომ არ აპრობირებული მეთოდები, ამას წინათ ინტერნეტში ვნახე ვიდეო, სადაც პალესტინელი გოგონა ბერლინის ქუჩებში აპროტესტებს ისრაელის ქმედებას. და აი ეს მოტივი წამოყურებისა ზუსტად იგივეა, რაც ჩვენი აკაცუკებისა. არ იქნება მშვიდობა. ანუ ეს რაღაცა საერთო მოტივი ერთი და იგივეა. ანუ ერთი და იგივე ცენტრში არის აბსოლუტური კომინტერნია რა. სადაც აი თქვა ის მარსელიოზი სხვადასხვა ენაზე იმღერება. მოტივი ერთია რა. ანუ აბსოლუტურად მე ამერიკაში ხა ჩემი მეგობრებმა გამომიგზავნა გაჩვენებ თუნდაც იგივეა იქაც. იქ არსებობს no king მოძრაობა. ანუ თვითონ შეთხზეს რომ დონალდ ტრამპი თავისთავი აქვს მეფე წარმოდგენილი. ჩვენ ხო მეფე ჩამოვიდა, ანუ ის სენტიმენტია რა, მაგათ ხო დღეს ხო რევოლუცია მოხდა და მეფე და ბრიტანეთისგან გათავისუფლდნენ და ამიტომ და ჩვენ ხო მეფე ჩამოვაგდეთ, ეხლა როგორ შეიძლება აი იქ რო მეფე აღარ უნდა, ეს იგივეა ჩვენთან, ეხლა რუსეთი აღარ გვინდა. ხო, ნუ გასაგებია. ანუ ხო ცხოვრობ როგორ ცხოვრობ, მაგრამ მაინც მეფე. ანუ სტრუქტურა არის აბსოლუტურად იდენტური. ეს თუნება აქვთ. საერთოდ ძალიან დიდ მოუხეშავ მექანიზმს აქვს ჩვევად რომ არსებული მოქმედების წესი შაბლონად აქციოს და პლანეტის ერთი კუთხეში გამოიყენოს ის, რამაც წარმატება ჰპოვა აბსოლუტურად სხვა მახასიათებელია კი. ეგ არის, მაგრამ ნუ ეს მიდის სწორად აღნიშნე ეგრეთ წოდებული გავრილობის ღამიდან და გამარჯვება არ მოუტანია ჯერ. და ხო ელემენტარულია. შეწყვიტონ საუბარი სიგიჟეებზე და თქვა რომ მშვიდობა არის მართლაც მნიშვნელოვანი და ჩვენ უზრუნველყოფთ მშვიდობას. აი რაღაცა თქვან ეს ნაბიჯი გადადგა. არა, ვერ იტყვი, იმიტომ რომ ნახე თუ გახსოვს ჯაფარიძე იძახდა რომ მაგაში მოგვიგესო. არა, ნახე ხა მე აგიხსნე რატო ვერ. ხო, ეგ არის უბრალოდ ანგარიშის დაფიქსირება, ვინ მოიგო და ვინ წააგო, მაგრამ რატო ვერ იტყვიან მაგას? მშვიდობა არ არის მხოლოდ რაღაცა მშვიდობა, ხვდები? ეს არის რაღაც ძალიან დიდი მსოფლმხედველობის აი როგორ აღიქვა სოფლიოს ამის ნაწილი, ერთ-ერთი შემადგენელი ფუნდამენტური ელემენტი, რომელსაც ეხლა გააქტიურდა, იმიტომ რომ ომი გაჩაღდა სოფლიოში. ანუ 2022 წელს ჩვენ არ უნდა გავიწყდეს 22 თებერვალს სამყარო შეიცვალა. შეიძლება მოვლენები ისე განვითარდეს, რომ და ჩაითვალოს მე რომ ეს იყო მესამე სოფლიო ომი და 10 წლის წელად გამოცხადდეს 24 თებერვალი. და ეს სამყარო შეიცვალა, ამიტომ ეს მშვიდობის ნარატივი ბუნებრივია გააქტიურდა. და როგორც სხვადასხვა მკვლევარები ძახიან, მშვიდობა უბრალოდ მოცემულობა კი არა, როცა არის სრიან. პალესტინაში არასდროს ხანდახან არის სრული ხოლმე, მაგრამ იქ მშვიდობა არასდროს არ ყოფილა, მუდამაის დაძაბულობა, ხო? ეს არის აბსოლუტურად სრულიად კონცეპტუალურად სხვანაირად გააზრებული არსებითი მდგომარეობა, როცა შენ თანხმობაში ცხოვრობ, ხო? და ეს მსოფლმხედველობა არის მიუღებელი. თუ შენ მშვიდობის მნიშვნელობას აღიარებ შექმნილ კონტექსტში, ეს ნიშნავს, რომ შენ აღიარებ პრაგმატიზმს, შენ აღიარებ რაციონალობას, შენ უყურებ რუკას, შენ იცი გეოგრაფია, შენ იცი ზომა, წონა, GDP-ს გამოთვლა, შენი სამხედრო შეაძლებლობები, უამრავი სხვა ფაქტორი და მე ამ ყველაფერს, ანუ ბიუჯეტს რო დაითვლი, როგორც გადაწყვეტ რო თქვა იყიდო რაღაცა ძვირი Lamborghini და ვერ იყიდი, ხო ხვდები, იმიტომ რომ რაღაცა ფინანსებთან არის, მაგრამ უბრალოდ მოქალაქე ამას უკეთესად ხვდება. გავიგე, თან აქვს ინსტინქტი, კაცო. თან გამოცდილებაც რომ არ შეიძლება ომში ჩარევა. მე არ თუ ადამიანი არის ამ ყველაფერს. მაგრამ არ უნდა ომში. და ამ დროს ამ მოქალაქეზე თვლიან, მათ შორის თავის მომხრეებზე და ოცნების მოწინააღმდეგეზე, მაგრამ თან ამ მასლოუს პირამიდას ძალიან კარგად იყენებენ, როცა სურთ და ძირში რა არის, კაცო, უსაფრთხოება და სიკვდილის შიშის დაძლევა. შეხედე შალვა. და ამ დროს არაფერს არ ამბობენ შენ. აუყურე მთელი საქართველოს ყველა ოჯახში. მთელი საქართველოს ყველა ოჯახში. საუბარი არის დარწმუნებული ვარ, საუბარი იმაზე, რომ აი ირანში რამეს რომ მოარტყან და ახლოს არის ჩვენთან ეს ბირთვული ობიექტები. რადიაციამ შეიძლება გამოჟონოს და ჩვენამდე მოვიდეს. ან დევნილების უზარმაზარი ტალღა მოასწნეს. როგორ შეიძლება რომ საერთოდ არ ილაპარაკო ამაზე. Netflix-ი ხო უყარდა ჩერნობილს ხო უყურეს სერიალს და ეგ ჩვენ გვახსოვს. ხო და აი რა არის? თუ არ ახსოვთ სერიალები, ჩვენ მაინც სერიალებით აზროვნებთ. აი რომ გავაგრძელოთ წეგანდელი ეს აზრი, ხო? საქმე იმაშია, რომ მაშინ შენ ამას მსოფლმხედველობრივად მთლიანად უნდა შეხედო, ამას ადამიანი ყველა ითვლის და ხვდება. საქართველოს ნაკრებს ხო გულშემატკივრად და რომ მიდის რას გულშემატკივრად? გამარჯვებას. და ომისთვის არავის არ უნდა. რა თქმა კაცო, ომი ის კი არ შეიძლება იომო ჩვენი ისტორია სავსეა ომით და სისხლი გვიჩქორდება, მაგრამ იქ მოგება გინდა შენ. წაგებული ომი კი არ გიხარია, არ მოხდა. შენ გინდა გამარჯვებული ომი და
დანარჩენს მე უკვე ითვლი რომ გამარჯვების შანსი როგორ გაქვს, რანაირად გაქვს და ასე შემდეგ. თუ შენ იწყებ ამას. კი, ისერი მე დაუთულობის გამო ხო ისტორიაში ბევრჯერ მოგვიტეხია ეს, სადაც მე გენეტიკაში ვიღაცა მიცის, ვიღაცას ახსოვს, ხო, რაღაც თავისი კანით. და თუ შენ ამისებ დაუბრუნდეთ ამ თემას, ამ მშვიდობის მნიშვნელობას ამ კონტექსტში აღიარებ, მაშინ აღიარო სამყარო არის რგვალი. მაგრამ ამას ვერ აღიარებ, იმიტომ რომ მაშინ მთლიანად ინგრევა ის ნარატივი, რომელიც წეღან ვლაპარაკობს. დაანგრია, იმიტომ რომ ის ნარატივი ვერ გაძლევს ვერანაირი. ნახე, ეს ნარატივი რომ დაანგრიო, ეს ნიშნავს ამ შემთხვევაში მისი ადეპტების, რომლებიც აწლეულების განმავლობაში ამ გზას მიყვებიან, ანუ მიშიზმი, არსებობს მიშა და არსებობს მიშიზმი. აი ეს მიშიზმზე მაშინ უარი უნდა თქვა. ის ვეღარ ამბობს, იმიტომ თუ არს ამბობ, ესე იგი ეგ არის როგორი კაპიტულაცია, იცი რომ დაამთავრე ბუცები დაკიდე წადი სახში. შენ ძახე სახში წავიდნენ. სახში არ მიდის. არა, სახში წავიდნენ. ეგ შეუძლებელია სხვანაირად. სხვანაირად. ეხა შენ წარმოიდგინე. ამა შეესვი კაცო აქაურ ოპოზიცია რა მოსატანი. ეხა აიღე შენ ურსულა ფონ დერ ლაიენი, მაკრონი, მერცი, ყველანი ესენი რომლებიც იძახიან რომ არა ჩვენ არ ვაღიარებთ არასდროს რუსეთის ტერიტორიულ რაღაც პრეტენზიებს, ჩვენ არ შევეგუებთ ანუ თელ ყველა რასაც ტრამპი გაემიჯნა, ისინი ისე ვიქარიან, ხო? ჩვენ მხარს დაუჭერთ უკრაინას, იმდენი არახს ვერ მიცვენთ რომ მოსკოვს ესროლონ, ატომური საფრთხე არ უნდა იყოს, განცხადებები რაღაც ჩუაში, ანუ ომის გახანგრძლივება. დიდხანს და მარტივი ფორმულა არის, ხო, რაც მე დიდხანს იომებს უკრაინა, ხო, რუსეთს მე დაიღლება, ჩვენთვის არ ეცლება. ნუ უკრაინა რო იწერება, არა, როგორ ჩვენ ხო ხარს უჭერთ. ანუ გესმის იქ იჭედება, მაგრამ იქ წაუყრუეთ. ეხა შენ რო ეს რიტორიკა შეცვალო, ანუ ისინი რო ტრამპის მოდელზე გადავიდნენ, რომელიც გამოძურა უკრაინის კონფლიქტიდან, გესმის? ეხა თან ირანი დაიწყო, ისრაელი, რაღაცა. ხო, ანუ დამთავრდა გადაამისამართა ყველაფერი და ფაქტობრივად მიუგდო. ევროპას უთხრათ, თქვენ მიხედავთ, თქვენ კონტინენტზე ხდებაო. იმაზე რო არის, ხო, რაღაც ცხენებს რო იმაშვებიან. ხდებიან მარადიულ ტანჯვას პრაქტიკულად ამჯობინა რომ მარადიულ ტანჯვას უეცარი სიკვდილი პრივატ. ხო და აი ამ მოცემულობიდან გამომდინარე ეს რო შეცვალონ იმ ხალხმა, აი როგორც ბაიდენი აღარ არსებობს, ესე ვეღარ იარსებებს ის ხალხი. იმ ხალხს უნდა ყოფნა. ხო, მაგრამ არჩეული აქვს ისტორიული, აი რო იძახიან, აი ძალიან კარგად მოუწოდათ ისტორიის არასწორ ხარეს დგარან. უყურე ისტორია არ არის კეთილი განწყობების პანსიონატი, სადაც მხოლოდ დადებით ისტორია წინას არ არის წერება, ისტორია ჯერ ხდება და მე გამარჯვებული წერს. მართლაც შენი არ იყოს ძალთა ბალანსი. ძალთა ბალანსი არის ისტორია. ჩვენ პროკურატურიდან გვაქვს ბრიფინგის პირდაპირ ეთერს მივიღებთ საქართველოს პროკურატურაში იმართება. ძალიან საინტერესოა თუ რა შეეხება ბრიფინგი საქართველოს პროკურატურაში და სულ მცირე ხანში აი რამოდენიმე წამში ჩვენ მას ჩავთავთ. 20 წამი დარჩა დაახლოებით. ხო და მე მინდა ჩემი აზრი დავასრულო, შენ ბრიფინგი იქნება. მე ვუყურებ ჩვენი საუბარი მინდა გავაგრძელო შემდეგ, როცა ბრიფინგის დასრულების შემდეგ აი ამ თემაზე, რომ როდესაც საღად მოაზროვნე, ოდნავ საღად მოაზროვნე, მესმის რომ ჩათრევას ხშირად ჩაყოლა ურჩევნიათ, მაგრამ იქით ხედავდნენ ჩიხს. აი ჩიხია. და რატომ არ ცდილობენ მაინც რომ რაღაცნაირად შემოტრიალდნენ? რატო შეიძლება რომ ეს არ მოხდეს? ანუ რატო არ შეიძლება შემოტრიალდებიან, იმიტომ დავიღალეთ. მაგრამ ხალხი შემოტრიალდეს უკვე გვაქვს სიგნალი. გავიდეთ. სამართლოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულებმა ხეტყის უკანონო მოპოვების და მასალის შეუფერხებლად გადაადგილების მფარველობისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელს ქრთამის სახით 5,000 ლარი შესთავაზეს. ხოლო შემდგომი უკანონო საქმიანობის მფარველობისათვის ხეტყით თითეული დატვირთული სატვირთო ავტომანქანის შეუფერხებელი გადაადგილებისათვის სისტემატურად 2,000 ლარს დაპირდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის აღნიშნული თანამშრომლის მიერ მოპოვებული პროკურატურისათვის ოპერატიულად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება უკანონო ქმედების ჩასადენად საჯარო მოხელისათვის ქრთამის მიცემის ფაქტზე დაიწყო. საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა 20 ივნისს ორივე პირი დანაშაულის ცხელ კვალზე უკანონო ქმედების შესასრულებლად ქრთამის ნაწილის 3,000 ლარის გადაცემის შემდგომ დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 329 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახე და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურისათვის მსგავსი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ქრთამის აღება მიცემის ფაქტებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას მომავალშიც გაატარებს.
საქართველოს პროკურატურა მოგიწოდებთ. იმ შემთხვევაში თუ მსგავსი დანაშაულის შესახებ თქვენთვის გახდება ცნობილი, დაუყოვნებლივ მიმართეთ შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, რასაც მოყვება მყისიერი და უმკაცრესი რეაგირება. მადლობთ ყურადღებისათვის. ხო, სხვა შეიძლება ძალიან საინტერესოა ამ ფონზე კონტექსტი არ დავკარგოთ აი ამ ბრიფინგის. საუბარი იყო ხეთქის უკანასკნელ ჭრასთან დაკავშირებულ დანაშაულზე და მის აღკვეთაზე. ძალიან მომწონს, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები გაცილებით უფრო აქტიურად არიან დღეს, გაცილებით უფრო კარგად იცავენ სუვერენიტეტს, ვიდრე ეს წლების წინ იყო, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ არ ერიდება კანონის დაცვას საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები. აი, დღეს ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთი აქტივისტმა კიდე შეურაცხყოფა მიაყენა მანდატურს, რომელიც ოფიცერია და სასამართლოში თავის უფლება-მოვალეობას ანხორციელებდა. და არ იხევენ ნაბიჯს. იმიტომ რომ ნებისმიერი დათმობა, აი ამ ბევრი გიჟის წინაშე, რომელსაც ჩვენ უყურებთ. მართლა ზოგი გიჟია რა. აი ის დღეს არ მოხდა, რამდენიმე დღის წინ მოხდა. ის მანდატურს სასამართლოში ხელი გაარტყა? დღესაც მოხდა. დღეს არ ვიცი, მაგრამ ის ვინც დააკავეს, აი ეს ხო, ეს ქალი, ანუ უბრალოდ რომ გადავხედე, ეს ცნობილი, ეს არის ცნობილი პერსონაჟი რა. ვიცი. მისტერიულობით წერა, როცა ვთქვი, რომ ეს ახალს და გვარებს უბრალოდ არ ჩამოთვლი და ორივე ვიცით მეთქი, არ მინდა ამის, მაგრამ ანუ ჩვენ ყველა ვიცით თელი რიგი წება ცნობილი პერსონაჟების, რომელიც ფსიქიური არამდგრადობის პრობლემა მოწყვლად ხალხს, რომელიც მოაგროვეს ჯერ ვითომ უფლებების დაცვის ნიშნით სხვადასხვა ქოლგების ქვეშ, შემდეგ ამას იყენებენ, იმიტომ რომ ის ძალიან მოწყვლადი ეგეთ ინფორმაციის მიმართ, რომელსაც აგიჟებენ სპეციალურად, რომ ხალხო რაღაცას კარგავს, სამშობლოს მივდიოდით გემმა გადაუხვია ჩრდილოეთში, მივდიოდით დასავლეთში და აი ამ მეტაფორებით ეს ადამიანები შეშლილი არიან. სოციალური ქსელი არის ერთი დიდი მუნქის კივილი იმ ნაწილში, ხო ხტები რაღაცა მიღმა ნაწილში, რომლებიც ეს ხალხი კივის გაგიჟდა. და მაინც, როცა არავინ ანუ გესმის საცივსისწრე უნდა იყო, ხوارი იქ ადამიანები, აი მაგალითად ჩემ გადაცემაში ხშირად ვახსენებ ხოლმე ბატონ ნიკოლოზ გვარამიას, რომელსაც დარწმუნებული ვარ ზუსტად ყოფნის ინტელექტი იმისი, რომ ზუსტად მიხვდეს რა ხდება, გესმის, მაგრამ ის სიცოცხლიანად სპეკულირებს აი ამ ხალხზე პარაზიტებს. რას იგებს? იგებს არ ვიცი რაღაცას ვიღებ და არ ვიცი. ეხლა მის უკან დგას უამრავი გაუგებარი ბუნდოვანი შლეიფი და ვინ საიდან რაზე რაძაფია გამომული და ვინ საიდან კაჭავს. მე ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს შეუძლებელია ესე არ იყოს. მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ ამ ადამიანებს ყველას ერთ ქვაბში ვერ ჩაყრი. ასევე ვიცი ძალიან მართლა სერიოზულად ფსიქიურად მოწყვლადი ადამიანები, რომლებიც არიან ესე, აი მამუკა მდინარეზე რომ მიუვარდა ქალი მეზობელი. ანუ ეს არც ერთი მართლა ნორმალური არ არის. მე ამაზე ერთხელ სხვათა შორის იმაზე ვთქვი, რაღაცას ვთქვი, დადგმული იყო. რა რომელსაც მე შემიძლია აი რაც ვნახე ვიდეოში ავხსნა ესე რატო იყო აი ესეთი ფსიქიურად არამდგრადი ადამიანი გადამეკიდა როგორ ბედით დაიწყო Facebook ბულინგი მე რაღაცა მოხდა ამასობაში მსგავსი ოღონდ იმათმა გააკეთეს თვითონ რაღაც იმაზე რო თქვა ესე გრიგორ გიგელია მგონიო იმან გაბუნიამ და იმანაც ემინაო ლელო მოგაიგე და მე გაჩერდნენ ჩემზე გესმის ხო ის მე ზუსტად შემიძლია ვთქვა წაუყვე და აი მანახე აბა ეს რა როგორ მოხდა აი ესეთივე ფაქტი და მოცემულობა არის ის რომ ეს ადამიანები აი ნებისმიერ ფსიქიატრს შეამოწმებიდნენ და დაცოდვა, მაგრამ აი გავიგე ერთეულები, გავიგე რომ ვიღაცა ამას წირავს. ზოგი მე შევიდა ციხეში და ზოგი ბედნიერი გამოვიდა, იცი ციგნები წავიკითხეო, მე ვნახე კომენტარი, ხა მე ეს ციხე არ არის, მეგობრებო, მინდა ყველგან თქვა რომ ეს ციხე რასაც დატატუაშკიაში აღწერილი არა, დატატუაშკი არა, ციხე არის სოციუმი პირველ რიგში. შენ რო ხარ გადაკეტილი, ეს ციხეში არ ხარ, სხვადასხვაგან ხარ. ხო, არავინ არ გივარდება, არავინ არ აქცევს გასაგებია. არა, ურთიერთობა პატიმრებთან არა გაქვს. ხტები აი, არ არის ციხე რა. მაგრამ სართულიანი საწოლი რო დგას, არ მაინც მე რა. ერთ სართულიანი ხალბიკო რძაიას გამოსვლა არ მოისმინე. რა თქვა. აი მე ღმერთო ეს ადვიჯექი 6-4-ზე ოთახი 24 კვადრატული მეტრია და რავი მაგხელა ოთახში მიამძიმნავს. ჩემ ბერ მაგის ნახევარია. ალბიკო რძაია შეშლილია, ცხადია, საწყალი გოგოა, მეწოდება. ხო და ანუ გესმის დემონი, ჭინკები ყავს. მაგრამ მოდი ერთეულებზე რო გადავიდეთ, არსებობს მასობრივი მოძრაობა. ანუ მართლა ადამიანების მასა, რომელიც ხედავენ, უყურებენ, რომელსაც მე მართლა გულწრფელად ვისურვებ, რომ ამ ქვეყანაში არ ვიცი რაღაც ზალით ეს სტატუს კო უნდა შეიცვალოს და უნდა გაჩნდეს, აი თვითონ გააჩინო. აი მე მაგალითად ვიძახი, ხა მოქალაქეს რატო ვთხოვნის, მაგრამ 3000 ბიზნესი, many to business-ი ხო შეიკრიბა და ხო დაწერეს რაღაც პეტიცია და ხელი ხო მოაწერეს. სად არის ხალხი, ხო? ანუ ამ ხალხმა როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში მთელი ეს საშუალო კლასი, რომელიც სხვადასხვა ბოლო 12 წლის განმავლობაში შეიქმნა, ჩამოყალიბდა და გაიზარდა, ანუ შეუძლებელია რომ დაბადონ რაღაცა, აი გირჩის დონის ალტერნატივა. ყველაზე მაგარი არის რომ ეს საშუალო კლასი არის
ქორების პარტიის მომხრე, ანუ საშუალო კლასი უნდა ლოცულობდეს. აი, ვისაც რამე აქვს დასაკარგი ქონება, ის უნდა ლოცულობდეს ქართულ ოცნებაზე, რომ ეს კურსი დარჩუნდება. არა, ხო და ეს როგორ არის? თუმეტეს ბიზნესმენს, აი. აქ ერთი რაკეტას ღმერთმა დაიფაროს, რომ გამოშდეს. მათი მთელი ბიზნესი, ანუ ხო ძალიან ხო ისე უცნაურია ბიზნესი ნიშნავს Excel-ის რაღაცა ფაილს იქ დათვლას პროგნოზ შეუძლებელი შვიდგარემოს და ასე შემდეგ. ის რომ ანუ მიიღო უბრალოდ სამყარო არსებობენ პატარა სახელმწიფოები აი პირველი კლასის დონეზე არსებობენ პატარა სახელმწიფოები დიდი სახელმწიფოები არსებობენ სისტემა განსაზღვრელი სახელმწიფოები და რაღაცა ლუქსემბურგის ხელა სახელმწიფოები და ამას წყვეტენ ისინი აი ორჯერ გაცდა განცხადება რომ ერთი რომ ჩვენ უკრაინას იმას საქართველოს გონი ნატოში ვერ მივიღებთ ან მე შემდეგ სამიძე აღარ შევთავაზებ წევრობას ანუ ეს ყველაფერი ისე ხდება ისე გვიღებენ ან ისე არ გვიღებენ ჩვენ საქმის გულში არა ხდები შესაბამისად ეს რეალობა დამთავრდა დასრულდა როუმინგში აწევრიანებენ უკრაინას აი თელი ამდენი ბოდიში და სექსუალური აქტების მე რომელიც თელ ქვეყანაზე ჩაატარა რუსეთმა პირდაპირ გეტყვით რა. ოღონდ წაკეზებით დაუძინებელი მეგობრების უკრაინის აი ამ ყველაფერში სანაცვლოდ აი ამ მილიონობით გაქცეულში, გარდაცვლილში, დაჭრილში, დასახიჩრებულ უკრაინელ კაცში და მართლა გენოფონდის გაქრობაში, თითქმის განახევრებაში მიიღეს როუმინგში ჩართვა ევროპაში. არც ევროკავშირი მოლდოვამ რაღაცები შეასრულაო და მოლდოვასაც ვერ იღებენ, იმიტომ რომ ეხა აღარ გამოვა ეს ომში უკრაინა დგას ფარად და შენ მიიღო, ანუ შეძრეს მოლდოვა. სადაც 40 წლამდე კაცი არ ცხოვრობს და არც ხალი და ყველას უდას დიქტატურა პირდაპირ გეტყვი რა, დიქტატურა. კლასიკური პროქსი ქვეყანა მე თუ მკითხავ. და არის როგორი აი ამასინად უყურე კიშინიოვში LGBT პრაიდის ჩატარების სამსახელ კადრებს. დახოცეს წებით ეს საწყალი მოხუცები. ნახე? უკრაინული რა, იგივეა მოლდავური ეს ახალგაზრდობა პროგრესული გამოდიოდა აი ამ და იყვნენ მეპროტესტეები. და ბაბუშკები, სხვა შორის ახალგაზრდები არ შეიმჩნევა ეგ მორწმუნეები რა. იქ ეთყობა ისე არ არის როგორც ჩვენთან სამწუხაროდ მოლდავისთვის. და ეს ბაბუშკები ომონმა, ასე თქვა, მოლდავეთის სპეცნაზმა გაიფინა წილქვეში და საშინელება მოაწყო ხდრები ყველანი რა და ნუ აი არ ვიცი როგორ იქნება რანაირად რა ხდება ანუ თვალები ხო აქვთ ახლა ქართველებს შეუძლიათ ხო ინტერნეტში შესვლაც და ანალიზის გაკეთება ყველასთან აღარ არის ლიბერალების ექსკლუზივი ინტერნეტით ინფორმაციის მიღება ეს არის ბალტიისპირული წყელვა მათ ყველაზე მეტად განიცდიან და შიშობენ იმას რომ ის 1940 წელიდან მეორდება ამიტომ არიან ყველაზე უფრო რადიკალურები და არიან ხიდი ხო თვითონ შეასწრეს ხოლგის ქვეშ და აქეთ ეხა ყველას ამუნათებენ გესმის იუენარი რომ ყველა უნდა იყოს ბალტიისპირ ანუ ის ხიჭვი რაზეც ვლაპარაკობთ ის სპაიკი აი ეს ფუნქცია უნდა მოაგონ ყველას და ბუნებრივია რომ ჯერ სხვა შეეტაკოს ურჩევნია ისინი ისინი ბოლოები აღიარდნენ სანამ სხვასთან იქნება პრობლემა ისინი დაცულებია მაგრამ თვითონ ამერიკაში რომ ევროპასთან მიმართებაში მათ პირველებს უწევთ გესმის ანუ ეს რუსული ტალღა ისევ თუ ამერიკაში არიან ექსპერტები რომლებიც იზახიან რომ ბალტიის ქვეყნებისთვის ნატო არ იომებს რუსეთს არის ძალიან ბევრი ექსკეპსისი არსებობს კი. ჯერ ეს ერთი იქ რომ დაიწყოს ძალიან ბევრი ცხოვრობს ესტონეთში. ნარვა, რომელიც არის საზღვარი რუსეთთან, სავსე არის რუსებით. ესტონეთში ბევრი რუსი ცხოვრობს. ენას ეხლა ავიწროვებენ რუსულს. და იმ ხალხმა რიგი გარემოების გამო დაიჭირეს მე მგონი რაღაც რიგი გარემოების გამო არ სწავლობდნენ და პირდაპირ შემიძლია გითხრათ რომ საბჭოთა კავშირის რუსეთს კონკრეტულად უდიდესი წვლილი აქვს ამიტომ ბალტიისპირეთის ეკონომიკაში. ამას ლაპარაკობთ ეხა თუ ჩვენი მსმენელი კი არა აი იქითა ბანაკიდან მსმენელი რო გისმენს ის რას ფიქრობს იცი რომ რატომ მე ვარ რუსული პროპაგანდისტი შეხარ რუსი პროპაგანდისტი რატომ გიხარია რატო ხარ რუსეთის ეგრევე გადის არა რაციონალურ რამედ ემოციურ მდგენას და შენა გიხარია შენ ვის მხარეს ხარეს ანუ ისევ იმ ოპერიდან რაც ეხა მთელი გადაცემა ვაკრიტიკებთ იქიდან გზომავს გესმის რატომ გზომავს და ამის ნაცვლად ამიტომ ეხა ფაქტებს უგულებ ხო და ისე ვიზახი ხო არსებობს ოდიოზური ფიგურები მაგრამ ეხა რო არსებობს 3000 ბიზნესი თურმე ამათ ხო თლა იციან ამას უუნებით რომ შეხედეთ არა რო ხომ მოაწერეს რაღაც არ ვიცი კი მოაწერეს მაგრამ ქმედებებზე აი როგორც Facebook რეკლამაში ივენთის მივდივარო რო წერს 10000 და 1 არ მიდის
დაახლოებით ის სულიერად ვირტუალურად იქ არის. ამიტომ ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ მარტივი რაღაცა, რომ როგორ მუშაობს საერთოდ სამყარო რა, რომ სამყარო ისტორია წინასწარ არ იწერება როგორც ზღაპარი, სადაც არის კეთილი ბორო და ზუსტად იცი მე როგორ დამთავრდება, არამედ ისტორია უბრალოდ კაცმა არ იცის როგორ ვითარდება. დაპირისპირებაა. ანუ კეთილის და ბოროტის ბრძოლა კი არა. და შენ ხარ შუაში გაჭყლეტილი, რომელსაც მხოლოდ შენ ხარ კოზაკი, მოკლედ. რა ხნები, როცა ჩხუბობენ შენი ერთადერთი ამოცანა არ გაიჭყლება. ისტორია არა კეთილის და ბოროტის დაპირისპირება, არამედ არის ძალთა დაპირისპირება და მოდით პირდაპირ თქვა, უკრაინა აგებს ამ ომში რუსეთთან. და რაც შეეხება ისრაელს და ირანს, ისრაელის ძალიან ბევრი მოქალაქე არის უსიამოვნოდ შეშფოთებული, რომ რკინის გუმბათმა ვერ დაიჭირა ბევრი რაკეტა. ხო, ეხლა შეხედე უკრაინა რო აგებს, ეხლა შე რო იძახი რუსეთთან რა. ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანებზე, რომელთაც გარდა იმისა, რომ ისინი არიან უკრაინის მხარეს, ეს მხარეს ყოფნა არ შეიძლება. თბილისიდან არიან უკრაინის მხარეს, ან სხვა ნიუ-იორკიდან. ერთი, მეორე, ისინი ყველანაირად აი რაღაც ფრეიმების დაყენებით და ასე შემდეგ და გარეთ ქუჩაში სტენსლებს გეკეთებით, ამას გულშემატკივრობენ და რაც თავარია მათ ჯერათ რომ უკრაინა იგებს, გესმის? ეხლა როცა როგორ იგებს, კაცო, რანაირად? არასწორად რამეს კითხულობ. როგორ იგებს არა? ეგ არ არის სწორი კითხვა. ვინ ეუბნება ფრონტიდან ხომ მოდის ინფორმაცია? სწორი კითხვა არის რომ როგორ ჯერათ? ხო, როგორ ჯერათ? ვინ ეუბნება მას? და მაგრამ შენ ხო ხვდები რომ ლაპარაკობ ხალხზე ვისაც ჯერა. ხო გინახავს ეგ და ეხლა როცა ვლაპარაკობთ ადამიანზე ვისაც ჯერა რომ უკრაინა იგებს მოიცა რა გააკეთეს ეხლა ის რომ დაბომბეს რა რაღაც ავიაცია დავიედროები ხო არაფერი თავი ის კი არის ხო რა თქმა უნდა გაგიხარდეს გაუხარდათ რა მაგარია სპეც აბლაბუდა ვაშა ახალი ფრეიმები მაგრამ იქვე ანუ ვერ შეიკავეს თავი და იქვე გაამჟღავნეს რომ აი შემოტრიალ აი იგებს ისევ იგებზე გადავიდნენ და მე რომ კიევი იბომბება მაგას ეს ხო იგებს ჩვენ ვლაპარაკობთ ეხლა სხვა საკითხებზე იმ ადამიანების რაღაცა რაციონალობაზე ვისაც ჯერა რომ ესე ხდება ეხლა ისრაელმა უნდა მოიგოს რატო კაცმა არ იცის ისრაელის მოგება რუსეთს აწყობს აქ ცოტა უჭირთ გადამა მაგრამ სამაგეროდ უნდა გაამარტივონ სურათ სამაგეროდ ირანი დიქტატურა ანუ ირანი ხალხი იჩაგრება რელიგიური ლიდერშიპის მიერ თუ დაემხობა კარგია და მე დევნილები რო ეუნები 90 მილიონი არიან უია ტედ კრუზმა არ იცოდა აქ რომ მოვიდნენ აქ ხო არა მე სახელმწიფოისთვის არის აბა წავიდნენ ეხა პოლიციელები და გააჩერონ ან წავლენ თვითონ მე მიუშვერენ ზურგს არ ვიცი რაღაცა მოხდება ანუ ეს არის ერთი დიდი ფარსი როდესაც ამ სოციალურმა ქსელმა წაახალისა ეს მოწყობი ადამიანები რომელმაც ეს წაშალა რეალობასა და აი ამ ვირტუალურ რეალობას შორის და უმეტესი რამ ხდება ვირტუალურ რეალობაში გახსოვს რომ რეგიონებში უნდა გავიდეთ და ერთხელ რომ გავიდნენ იმიტომ რომ რაღაც დასვენების დღეები იყო და მე ხალხს დაელაპარაკდნენ და ღმერთო რა ცუდად არის საქმე თუ მე ყველა უსმენ შალვა რამიშულს ის კი რომ თავი ჭკუა აქ იმ კაც და რაღაცას არა პოსტივის უყურებენ ოკეი ნუ ტელევიზორში გადართავს თუ უნდა ხო ეს აღმოაჩინეს ეხლა სადაც ესე იგი ჯერა ნუ ხე უკრაინაც იგებს ეს არის ამ რეალობის შექმნა მე ნუ დამახასიათებელი პატარა დაჯგუფებად ქცევა იქეთ და იგივე ინფორმაცია და ნუ ასე შემდეგ. არა, მე უბრალოდ კიდე ესეთი პასაჟი მინდა დავამატო, რომ ინფორმაცია ხო მოდის მათ შორის, სხვათა შორის მოდის უცხოური წყაროებიდანაც. რომ არ არის საქმე ისე როგორც მათ სურთ, რომ ირანს ვერ განახორციელებენ სახმელეთო ოპერაციას ვერაფრის დიდებით, რომ თუ ამერიკა არ დაეხმარა დარტყმებში ისრაელს მეც ვერ გაჩავს ისრაელი პატარა 9 მილიონიანი 90 მილიონი არის პარსი არ გამოდის ეგრეგრე იოლად ხო ასევე რუსეთის უკრაინის დაპირისპირება კურსკის ოლქში იყო ტრაგედია ჩვენ ვიცოდით როგორც კი შეიჭრეთ მაგაზე საერთოდ ის იყო საქართველოს თავრობა არაფერს არ იძახის და დეტალებში არც უნდა შევიდეს მაგრამ ანუ იმ აი როცა ვლაპარაკობ მხარის არჩევა ანუ აი ამ აბსოლუტურად ემოციურ ფენომენზე ხო იმდენად მიეჩვენენ რომ აი ეხლა აქ ხო არის ისრაელი როგორც რაში გეხება საერთოდ ხო ერთმანეთში რაღაც იმას რაღაცა უწერია კონსტიტუციაში ეს ახელებს და 7 ქვეყანაზე აქ ნათქვამი და იწყებს ყველგან რეჟიმ ჩეინჯს აკეთებს მე ამერიკა უნდა მოიყვანოს აი ეს ამ ომში რატო უნდა აერჩიო მხარი იმეს მხარი არასოდეს ხო შეიძლება მარტივად გული შეგდგოდეს ხდებოდა რომ ეს ომები საშინელება პაციფისტური ლოზუნგები გამოდიოდნენ საინფორმაციო ეპოქაში უყურებ 1000 ვიდეოს დახოცილ ბავშვებს აი ამ უბედურებას გესმის რას ნიშნავს ეს ბიჭო მხარის არჩევა და მე გინდა თუ რა სახელმწიფო უნდა შევიდეს ამ მხარეში ხო მოკალით აეთოლა ესე ამბობენ სხვათა შორის ეს მოკალით ბიჭო როგორ არის აი ლიდერის მოკლა არ არის ეგრე მარტივი მე შეიძლება შენ საყვარელი ქვეყნის ლიდერიც მოკლან ესე და 9-11
ტერორისტული აქტები. აი ის წარმოშობა სადამის რეჟიმის ჩამოგდება. მე იმის მოჭრილი თავები და უბედურება. ანუ გესმის ეს ხო ჯაჭვური რეაქცია. და ეს ადამიანები აი ხდებიან ირანი, რელიგიური ფუნდამენტალიზმი უნახავ. ეს ისტორია ერთხელ მოვყევი და კიდევ ერთხელ მოვყევი გია ჭანტურიას. აი რამე გამახსნა. აქ ის ხო არ მოეწონათ ის პირველი ცნობილი 17 მაისი. არა. შეხლა შემოხლა. და ეხა აი თუ გისმენენ, გადახედონ, გადაახვიონ თავის სტატუსები და რელიგიურ ფუნდამენტალიზმზე რეები უწერიათ წაიკითხონ. და მე ჩართონ და რამე YouTube-ში ირანული ნახოთ რა. რა გონიათ რომ ირანში 90 მილიონი ცხოვრობს თურმე წნეხის ქვეშ და 9 კაცი მართავს ამე 1000-ობით თუ 100,000-ამდე მოლა თუ რაღაცა სპეციფიკა ასეთი ხალხის სპეციფიკა 2001 წელს გოლფ კლუბი იყო ახალ რამიშვილის გოლფ კლუბი და იქ ვიკლებებოდით დარდუბალა სცენარისტები და მოხდა ეს 9/11 და ყველა გარკვეულწილად შეშფოთებული ვართ ამდენი ხალხი დაიღუპა ესეთ ტერორისტული აქტია და გარკვეულწილად უთანაგზნობთ რა დაღუპულებს და ტრაგედიამ შეგვზრა მოვიდა გახარებული გია ჭანტურია მაშინდელი მეგობარი ახლა ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდაჭერი და ძალიან მაგარიაო ამერიკას დედაეტირაო ჩაგრავდაო ხალხსო რა ეს იყო ეს მართლაც იყო შემიძლია დავიმოწმო ძალიან ბევრი ადამიანი ანუ ამ ადამიანს უბრალოდ ხშირად ორიენტირები ეცვლებათ ხშირად გარკვეულწილად რამსები ერევათ მაგრამ აი ექსტრემიზმის სიყვარული მოწონთ. ოღონდ არჩევით, რა თქმა უნდა, იმ მომენტში როგორ გზნობენ და რას და ესეთი აი ამ ხალხთან აქვს საქმე, რომ მართლა პრობლემები აქვს. გარკვეულად სამყარო საქმასთან დაკავშირებით. ანუ ბრტყელი თეორიის მომხრეები არიან და რომ უამრავი ფაქტი ამბობს, რომ არ არის ეს ბრტყელი, ეს დედააფეთქებული დედამიწა, ხო? მაგი არ მოწონთ. ამიტომაც რახან ეს ადამიანი ჩვენ ვიცნობთ ამ ადამიანს დაწყებული ზვიადის პერიოდიდან ეხლა ძალიან მაგარი აქტივისტიდან და ასე შემდეგ ესეთ ადამიანებს ამიტომ უნდა მისცეს თეორია ეხლა ხო არ არსებობდა ზვიადის დროს მიშა და მე გაჩნდა და შესაბამისად ბევრი ადამიანი მე კონვერტირდა მიშიზმში და ამას აძლევ რაღაც თეორიას რომელიც ძალიან ადვილად ჯდება რა მის სამყაროში ხო კოგნიტიურ სივრცეში რომ აი რაც თქვი ეს არის რუსეთი მტრის ხატი ამერიკა იყო მტრის ხატი ეხლა ყველაფერი უნდა ამოვიდეთ აქედან მტრის ხატი უნდა იყოს გაუხარდება არ უნდა გააკეთო გაბრაზდება უნდა გააკეთო მე რა ის მოყვება არა აი ეს მაგას არ აქვს მან დაგვასაერთა შედიხარ ეგ უკვე რაციოს საკითხი აქ ეს იკეტება ეს არის ქცევის აი როგორც დადის ეს მე დაუჯდომელს ვეძახი ხო ხდები ყოველდღიურად უკვე ძალიან ვიწრო ჯგუფი გაჩნდა აქტივისტების პროფესიონალი აქტივისტები რომელსაც პირდაპირ ფუნქცია ყოველდღიურად აი ესე იმასავით როგორც აბელსეთური უშვებს ხო სათხრელად რაღაც გვირაბის აი ეს ერთი და იგივე გზას ჩვენ ვიცით ეს არის რაღაცა მანტრები ტურისტების და რუსული ტურიზმის როლი საქართველოში რამდენს აქ აძლევს ლუკმაპურს და რამდენს აჭმევს ხო საკმაოდ ბევრს და ის ადამიანები რომ მიდიან ადრე იყო ახლა აღარ არის ეგეთ შემთხვევები და რუსულ თმომავალს ტურისტულს თმომავალი კი არა დიდ გემს ეჯღანებიან და აფურთხებენ ხო იყო ეგეთი ამბავი რომ ზღვისპირას მივიდნენ ბათუმში ვიღაცა ტიპები და დაუწყეს გინება და ისინი აი როგორც მაიმუნებს ისე უყურებენ რა მაინტერესებს რომ ეგენი ხვდებიან რომ უამრავ მათ თანამოქალაქეს მიაყენეს ზიანი კაი დაუშვათ სიამაყე ფულზე მეტი უნდა იყოს მაგრამ ძალიან არ ფიქრობს ესე შენ სულ კითხებს რომელიც უკან ზიგულისხმევა რომ შენ რაციონალურად შეგიძლია ორი მდგენელი დავაკავშირო ბიჭო ომი რო დაიწყო და დევნილები რომ თუ ტოლულები თუ წამოგვეცეს რომ მოგვეცეს პუტის გამოქცეული გახსოვს რაღაც პერიოდში ვიღაცა ხატავდა ქალაქში სტენსილებს კატებს კატის რაღაც ო და ეგო ბომბდამშენებს აძლევსო იმას ნიშნებს აძლევსო ეს საიდუმლო ის არის ხვალ მე ნახე რამდენი კუნთიანი ჩამოვიდა ესენი ყველა იარაღს აი ამ ისტერიამ წალეკა იდა ომის შიშის ქვეშ შეიძლება რომ რაღაცა 1000 რაღაცა მოხდეს ის ნუ აქ ომის შიში კი არ იყო პირიქით კაცო აქ შიგნით რასაკეთებს ხელისუფლება იქ უნდა გაგეშვა მოხალისეები თვით ჩარტერით და აქ კატის იყო ნიშანი რომ აქ იტევს გესმის და თუ კატის ნიშნის 4-თა ნიშნის გეშინია იქ რატო უშვებ იმაში და აი როცა აი ამაებზე ვლაპარაკობთ ეხლა შენ მე არ შემიძლია მე მაგდენი არ ვიცი ეს უკვე ეს ჟანრი აღარ არის სერიოზული ლაპარაკის რომ როგორ ჟანრი სამედიცინოა გესმის მაგრამ მე ისე ვიძახი რომ ამას არაფერი არ ეშვერებ მე ვდარდო 800,000 კაცმა მიცა აი ამ მსგავს არ არიან ამათი მომხრეები როგორც მე იმედი მაქვს რომ ეს რიცხვი შემცირდება არა იმიტომ რომ რატო იცი რომ ესენი რომ მომხრენი იყვნენ ამ სიგიჟეს ქუჩაში მეტნი იქნებოდნენ ესენი აი მე მინდა ახსნა რომ ესენი იყვნენ
აი დაიღალნენ ოცნებით, გადაწყვიტეს რომ მოდი იქნებ რაღაც სხვა რამე ვცადოთ და ესენი იყვნენ უბრალოდ ოცნების მოწინააღმდეგეები. და ეხა იმედი მაქვს რომ ამ ხალხის დიდი უმრავლესობა იპოვის მათთვის ღირსეულ არჩევანს. ნუ მე ვლაპარაკობ ნორმალურ ადამიანებზე. ხო ხტები რა 85%-ზე აი ამ 800,000-დან. დანარჩენზე ავლობა. დიდი მადლობა. ჩვენი გურამი იყო ნიკოლაშვილი ჩვენი განაცემის სტუმარი და პრაქტიკულად მოგვარე გამოდის. ლევან ნიკოლაიშვილი იქნება ჩვენი განაცემის მეორე სტუმარი. ეხლა რეკლამას მოუხსნით და ვახავთ. კიდევ ერთხელ სალამი, ლევან ნიკოლაიშვილი არის ჩვენი განაცემის სტუმარი. ჩემო ლევან, ხო ეს გასაანალიზებელი რა არის ეხლა ამ ვითარებაში? განცდა მაქვს რომ აი ფოცხზე რო ადამიანი ფეხს აბიჯებს და პირველი ფეხის დაბიჯების მერე მიხვდება რომ ამის გაკეთება არ ღირს. სოფლიო ამას აკეთებს უკვე ბევრჯერ, უბრალოდ სოფლიოს ლიბერალური ნაწილი. მაგალითად, როდესაც დაიწყო ომი და რუსეთს სანქციები დაუწესეს და ავად სახსენებელი ბორელი ამბობდა რომ ავად წავიდნენ ახლა შამპანური კურჩაველში იყიდონო, ხო? გამოხდა ხანი რუსეთის ეკონომიკა არამც თუ დაეცა, იზრდება, ახლა მუსმინეთ ჩვენ პუტინს და ციფრებიც არსებობს უკვე უცხოური, რომ არაფერი არ დაცემულა იქ, არაფერი არ გაფუჭებულა, სამხედრო ეკონომიკის რელსებზე გადავიდა და ინფლაციაც ამოიწურა, უმუშევრობა არ არის, იმიტომ რომ ყველა დასაქმებულია, თან როგორ ოსტატურად აკეთებენ, იცი? წმინდა სამხედრო წარმოებაც არ არის, ჰიბრიდული გააკეთეს რა. და დიდი დამკვეთი არის სახელმწიფო. არა მარტო იერარქს უკეთავენ, ბევრ სხვა რამეს. იმიტომ რომ იმპორტი შემცირდა და თვითონ ქვეყანა თავად აწარმოებს რაღაცებს, რასაც ადრე ვაჭრობის მეშვეობით იღებდა, ხო? და კარგად აქვს ეკონომიკა. ყოველ შემთხვევაში თუ გიგანტური ტემპებით არ იზრდება, არც ეცემა. და არ არის ეფექტური მის წინააღმდეგ სანქციები. ეხლა ირანს რომ დაარტყეს, მანამდე ამბობდნენ რომ რუსეთის არმია არ ვარგა, მართლა ძალიან სუსტად მოიქცნენ რუსები, იმიტომ რომ კრახი განიცადეს პრაქტიკულად, მაგრამ ეხლა მიიწევენ წინ. კურს ნაბიჯით, მაგრამ წინ მიიწევენ და ასე თუ გაგრძელდა ერთ წელიწადში შეიძლება მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიონ. ასევე ირანზე დარტყმა მესმის რომ მათ შორის არ ჩვენდა არავის არ უნდა ახალი ბირთვული მოთამაშის გაჩენა და არის საფრთხე და საშიშროება იმის რომ ეს იარაღი ცუდად გამოიყენოს ქვეყანა, მაგრამ იმის თქმა რომ აი რკინის გუმბათი უზრუნველყოფს ისრაელის სრულ დაცვას ეს ძალიან მიამიტური იყო, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რომ არის დარტყმები ისრაელის სხვადასხვა საპორტო ქალაქებზე, დედაქალაქზე არის სხერფლი და გუმბათი არ მუშაობს. მით უმეტეს ეხლა თუ რაკეტები არ მიაწოდეს და თავად ისრაელი იძახის რომ ძალიან კარგად მიდის საქმე, რატოღაც საეჭვოდ ეპატიჟება ამერიკას და ინგლისს დასახმარებლად და არის ინფორმაცია რომ უთავდება, აი ის უთავდება რაკეტები. ეს არის ისრაელი, რომელსაც არ აქვს წარმოება რაკეტების და უნდა აიღოს ამერიკული და ინგლისური. და აქ უკვე მეორეჯერ ხვდებით რომ რაღაცა შაბლონს მოიფიქრებენ, რომ თეთრკანიანი ადამიანი უძლეველია და ყველა დანარჩენი აბორიგენი და ხის შუბები აქვს და ესა 19 საუკუნის შაშხანები და ჩვენ მათ მოუგებთ. არ ხდება ეგრეთ. აი ეს უცნაური კანონზომიერებაა, რომელიც ვერ ისწავლეს თეთრმა ეგრეთ წოდებულმა ადამიანებმა. მოდი დავიწყოთ იქიდან ხა რუსეთზე, ახლა დავიწყეთ საუბარი, ხო? ძალიან მოკლედ. მე-18 სანქციების პაკეტია, ხო? თუ არ ვცდები. სასაცილოა. ხო, ანუ ესე 17 არ იმუშავა. ძალიან მარტივი ლოგიკა არის, აქ თორემ 18 რაღაც საჭირო იქნებოდა, ხო? ეს ერთი. ოღონდ ვაჭრობას აგრძელებენ. რა თქმა უნდა, ვაჭრობას აგრძელებენ უსინდისოდ. კი. უტიფრად შეიძლება ითქვას და პლუს ჩვენ გამონათმენ რაღაცებში. და მათ შორის ესეთი ქვეყნები ესტონეთი, ხო, ესტონეთი იქნება, ეს ლატვია, ლიტვა თუ ასე შემდეგ და მე კიდე ამ საცოდა უკრაინას არ ვერიდები ამის ხმას ეუნებიან რომ იცი რა არ გეწყინოს მაგრამ ნატოში ვერ მიგიღებ შენ ხო არ გაუიზრდება რომ ნატოში ვერ რომიგის მაგრამ სელში ჩართეს ხო მაგრამ მომით უნდა იომო არა რომიგის სელში ჩართეს და გაძვირდა მე ხო ესე არ შეიძლება ხო თავისთავად ცხადი ხა ამან დაგვანახა ჩვენ თვითონ რუსეთ-უკრაინის ომას და ბევრმა საკითხმა უკვე მისგან გამოვალმა რომ სოფლიო ყველაზე უფრო რასაც განიცდის დიდი ლიდერების დეფიციტს დიდი პოლიტიკური ლიდერების დეფიციტს. ხო იყო რაღაც პერიოდი ბუმი იყო, მოდით გავისურვოთ თუნდაც მეორე მსოფლიო ომის დროს, ვიღაცები უარყოფითიც იყო, ვიღაცები შეიძლება
არც თუ ისე დადებით, მაგრამ ბუმი იყო ლიდერების, რომლებიც წვეთდა მსოფლიო დონის საკითხებს. კი. ხო. ამის მერე რაღაც პერიოდი გავიდა, შეიძლება რაღაცა მცირე ჩამორჩენა იყო ამ თვალსაზრისით, რომ შვიდობა იყო რეალურად მსოფლიოში, მაგრამ ისევ გამოჩნდნენ დიდი ლიდერები, დიდი პოლიტიკური მოთამაშეები, მართლა დიდი პოლიტიკური მოთამაშეები, რომელსაც დიდი პოლიტიკური თამაშის გამართვის უნარიც გააჩნდათ და კიდევ ერთი ადგილი და გონებრივი შეძლებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამან კიდევ მეორე რაღაცები გამოიწვია მსოფლიო რუკაზე, რომ შეიცვალა ხო მთლიანად ყველაფერი. დღესდღეობით რასაც უყურებთ ძალიან წირი რაოდენობა შეიძლება ეს კი ჩამოთვალო, შეიძლება ერთხელიც კი იყოს, რომ მაკრონი? მაკრონი ეს უდიდესი ლიდერი არის, ხო, არ ვიცი ხა. ალბათ და ისა გერმანიის ლიდერი. ის შესანიშნავი, რომელი ოღონდ ყოფილი თუ ახალი თუ ხო შეიძლება მომავალზეც ვიფიქროთ, ხო? კი ბატონო. მაგრამ ამ ყველაფერმა წარმოქმნა ბევრი ქაოსი. და ამ ქაოსს დაემატა ეს, რომ ვიღაცემ იფიქრეს, რომ აი რაღაც საკითხების გადაწყვეტა შეიძლება მარტივად. და მარტივად გადაწყვეტის საკითხებს შორის აღმოჩნდა ომი. ომით საკითხის გადაწყვეტა მარტივი კი არ არის, ეს არის ბოლო ვარიანტი საკითხის გადაწყვეტის. პოლიტიკის გაგრძელების ბოლო ვარიანტი. ბოლო ვარიანტი არის და ამით რომ მოაგვარო რაღაცა ისე როგორც შენ გინდა, ძალიან ბევრი გაანგარიშება უნდა ქონდეს. ხა მე არავის არ დავადანაშაულებ, ხა უშუალოდ თქვათ ისრაელის გენშტაბში, რომლებშიც ძალიან ჭვიანი ხალხი. უჭკვიანესი ადამიანები. და მაგრა დაიწყეს ოპერაცია. რა თქმა უნდა. ძალიან ჩინებული. ეხა შენ რო მაგრამ მე რა ხდება? ხო, აი ზუსტად ბაკიტკენ მიდივარ, რომ ომში თავარი რა არის, ხო? ნუ ერთი არის გეგმის შედგენა, რომელიც მე გაძლება, კაცო, გაძლება. გაძლება ყველაფერი, იმიტომ რომ დროც ყველაფერი ეს გასწრაფია. რა თქმა უნდა. ეხა დაახლოებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ბატალიონის მეთაურის დონიდან უკვე იმის გათვლას აკეთებს ბატალიონის მეთაური, რომ აი რაღაც შეტევას თუ აპირებს, იმ გეგმის მიხედვით რაც მას გააჩინა, ყველაფერი უნდა გათვალოს. დაწყებული რელიეფიდან თუ სამხედრო ოპერაცია, დამთავრებული კლიმატური პირობებიდან, ამინდი როგორ იქნება, ქარის სიჩქარე, ქარი საიდან უბერავს, რა სიჩქარე გააჩნია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა მე ზევით რო ადის უკვე ოპერატიულ ტაქტიკურ დონეზე, შტაბამდე რომ მიდის, შტაბამდე. გათვლები არის, მე სტრატეგიულ დონეზე კიდევ სხვა გათვლებია, საერთაშორისო საზოგადოება, რა სიტყვის, როგორ იქნება პოლიტიკოსების უკვე ასე შემდეგ, მაგრამ ამ გათვლასაც უდებენ სამხედროების სხვა შორის პოლიტიკოსებს, რომ მე კითხვები რო არ გავუშვით. მაგრამ აქ ხაც ჩვენ შეგვიძლია ერთი რამე ვთქვათ. ობს ყოველთვის პოლიტიკოსები იწყებენ და არა სამხედროები. რა თქმა უნდა. როგორც წესი. და მე რაღაც საჭიროების შემთხვევაში თუ რამეა სამხედროებს აბრალებენ, რომ აი შენი ბრალი არასწორად გათვალე, ან არ მომახსენე კარგად, ან შეიძლება უარესიც უთხრას, რომ კი მომახსენე, მაგრამ მე იმ წუთში არ გისმენდი და ან ხელი რატო არ მკარი, რომ უფრო გამოფხიზდებული ვიღაცას. ხო, დაახლოებით ეგეთის. ეხლა თვითონ ირან-ისრაელის დაპირისპირებას რაც შეეხება, ეს არ არის დაპირისპირება, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვხედავთ აღმოსავლეთში, თქვათ, ღაზას სექტორში. არა. არავითარ შემთხვევაში. არც ის დაპირისპირება, ხა, ესე რო ავიღოთ, ხო, ისრაელის პრინციპში ყველა მეზობელზეა ომი მოგებული თავის დროზე, წარმოებული და მოგებული. ეგვიპტეზეც. მაგრამ ჩვენ აქ უნდა გამანგარეთ ის, რომ მაშინ რა სამყარო იყო და ის ქვეყნები ვისაც უგებდა, რა დონეზე იყვნენ მზად ამისათვის, ერთი, მეორე პოლიტიკური ლანდშაფტი როგორი იყო, მხარდაჭერა როგორი იყო და ასე შემდეგ. და ვის აწყობდა სხვათა შორის იმ ომებში ისრაელის გამარჯვება და ვის არა. მათ შორის არაბულ სახელმწიფოებს შორის რომ თავისუფლად ვიღაცები ფიქრობენ ეს კონკურენციაც ჩამოიშორებ. დღეს სხვა სიტუაცია არის პოლიტიკურათაც და მოდით ახლა ცოტა ესე რომ გადავიდეთ სამხედრო თვალსაზრისითაც სხვა სურათი გვაქვს ჩვენ. თვითონ ოპერაციის ის ნაწილი რომ ელვისებური დარტყმების განხორციელება მოხდა, ძალიან კარგად დაიწყეს. შეიძლება თქვა რომ ეს არის წარმატებული ნაწილი, მაგრამ ამასაც მოძებს შემდგომი ნაბიჯები, ხო? ეხლა კლასიკურად რო განვიხილოთ, დავანებოთ თავი რუკას, ასე ვთქვათ, გეგმას ჯერჯერობით, რომ გეგმა როგორ ხდება, ხო, განხორციელება რომ ინფორმაცია გააქვს, ამ ინფორმაციას მეტოქეზე, მოწინააღმდეგეზე, მე შეადგენ შენ გეგმას, რა საშუალებები ჭირდება იმისათვის. მოწყვლადი ადგილები იცი იქ რა საშუალებები ჭირდება, რა ტაქტიკა ჭირდება, რა შეიარაღება ჭირდება, რა ძალები ჭირდება იმისათვის, რომ ამ გეგმამ იმუშაოს, და კავშირგაბმულობა, ლოჯისტიკა ყველაფერი. მათ შორის ის ლოჯისტიკაც რომელშიც შედის შეიარაღების მიწოდებაც, ხომ? რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ. ამასაც დავანებოთ თავი, ხომ? ეტაპები თვითონ ნებისმიერ ოპერაციის განხორციელების კლასიკური მაგალითი რო ავიღოთ, ძალიან მარტივი არის ესე. ჯერ როგორც წესი უტევს ავიაცია და PVO-ს კი ბატონო და ავიაციას კიდე აქვს თავისი დანიშნულება, მოდით ესე ვთქვა, რომ ერთი არის ავიაციის თავარი დანიშნულება, რომ ხარისხი ოპერატორის მოპოვება, კი ბატონო. მოპოვებულია ეგ ოპერაცია. კი ბატონო.
მეორე დანიშნულება ჩვენ აუცილებლად ვნახოთ, რომ რა არის მისი მთავარი ასე ვთქვათ სამიზნე. სამიზნეები და სამიზნეები ხა სხვადასხვა ტაქტიკებში მეტნაკლებად ეცნაირი არის, თუმცა ოდნავ განსხვავება არის. ეხლა რუსები მაგალითად უპირატესობას ანიჭებენ სამეთაურო პუნქტების განადგურებას, თქვათ ამერიკელები და ნატოლები უფრო სახერო თავდაცვის სისტემების განადგურებას და ერთის და მეორეს ფიქრობს, რომ ამით თავი ეჭრება მოწინააღმდეგეს და უთავო მხედრის დამარცხება გაცილებით ადვილი. არ მოეჭრა ირანს თავი. ებრაელების შემთხვევაში, ისრაელის შემთხვევაში მათ რეალურად ორივე ვარიანტი აირჩიეს. ერთხელ სამეთაურო პუნქტების განადგურებაც, იმ ობიექტების განადგურებაც, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის, თქვათ, ირანისათვის და ამავდროულად ასევე სამეთაურო პუნქტებიც, ხო? იგივე აითოლაზე მიდის, ხო? პირდაპირ განცხადებები, რომ ის უნდა იყოს ლიკვიდირებული და მოკვდეს და ეს დააჩქარებს პროცესს, იმ პროცესს, რასაც გამარჯვება ქვია. მაგრამ ეხლა აქ ყველაფერი, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული, არის შემდგომში. სახერო დარტყმების შემდეგ, როგორც წესი, წარმატებულად წარიმართოს თვითონ საომარი მოქმედებები, შემდეგ ეტაპი არის უკვე არტილერიის გამოყენება. გასაგებია, რომ ჩვენ აქ სახმელეთო ოპერაციასთან არ აგვაქვს ჯერ საქმე და ამაზეც აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ როგორ განიმართება სახმელეთო ოპერაცია ისეთ რთულ ქვეყნის ტერიტორიაზე, რთულს ვიძახი მე რელიეფურად. ირანის ტერიტორია რელიეფურად ძალიან ძნელი არის შედარება, რა ვთქვათ, ავღანეთთან შედარებით. გაცილებით ძნელი არის, თაგორიანი არის, სხვადასხვა სირთულეები არის. ისეთი ბარიერების გადალახვა შეიძლება მოუწიოთ, რაც შეიძლება წარმოდგენაც კი არ ქონდეთ ადამიანებს, ვინც ამ ჩანაფიქი ექნებათ. გარდა ამისა, ირანთან პირდაპირ სახმელეთო, ასე ვთქვათ, საზღვარი ისრაელს არ გააჩნია. არა, უნდა იაროს. და ეს ძნელი არის. ერაყის ტერიტორიაზე უნდა იაროს. და მეორე ვარიანტი არის რა, ხო? საზღვაო შეტევა უნდა განახორციელოს და საზღვაო შეტევის შემთხვევაში ისრაელის სამხედრო საზღვაო ძალები არ არის იმ მასშტაბის, რომ ირანზე ესეთი შეტევა განახორციელოს. რჩება მაშინ მოკავშირედ და ეს მოკავშირე შეიძლება იყოს შეერთებული შტატები, რომელსაც ინტერვენცია უნდა განახორციელოს. საზღვაო ძალების თვალსაზრისით ერთ-ერთი უძლიერესი არის ყველგან და შეუძლია ესეთი რაღაცების გაკეთება, მაგრამ ეს ნიშნავს პირდაპირ ჩარევას, კი ბატონო, ერთია განცხადებებით ჩარევა და მეორე არის პირდაპირ ჩარევა. და მე რას იზავს ჩინეთი, რას იზავს ჩარევის შემთხვევაში ხო უნდა გაუთვალისწინოთ დამასართ უბრალოდ რომ ირანსაც ყავს თავისი მოკავშირეები და ვინც ალბათ ამ ჩარევის შემთხვევაში თავის სიტყვას იტყვიან და ისინიც ჩაერევიან. აი ესეთ უკვე დიდი ჩარევის შემთხვევაში შეგვიძლია მარტივი რაღაცა ვთქვათ, რომ ერთგვარად კოალიცია იქნება, მეორედ კოალიცია იქნება, დიდი კოალიციების დაპირისპირება ომში ნიშნავს უკვე სოფლიო დონის ომს, ხო? არის თუ არა ამისთვის მზად პირველი ისე უბრუნდები ლიდერები? არა. ერთი, მეორე თვითონ სოფლიო საზოგადოება თუ არის ამისთვის მზად? არა. და მესამე, თვითონ ქვეყნები კოალიციის მონაწილე, კოალიციის წევრების მთავარი წევრები, ანუ უშუალოდ ისრაელი, უშუალოდ ირანი ამისთვის მზად. არა. აი ეს არის ყველაზე დიდი შეკითხვა, ხო? რაც იბადება ამ სიტუაციასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ახლა ჩვენ რომ შევხედოთ იმას, რომ ეს ოპერაცია შეიძლება ძნელი იყოს, მოდით ახლა მეორე მხრიდანაც განვიხილოთ, რატომ ფიქრობდნენ, თქვათ, რომ ამ სახერო დარტყმებით შესაძლებელი იყო რაღაც წარმატების მიღწევა, ხო? ანუ რა საცეცები შეიძლება მოყოლოდა ამას. ერთი მთავარი მომენტი არის ის, რომ თუ კი შეძლებდა ისრაელი მაგალითად ლიდერების განადგურებას ამ წერტილოვანი დარტყმებით აერიდან და თქვათ ამის მაგალითი გვაქვს იგივე ალ-ყაიდას ლიდერის ლიკვიდაცია როგორ მოხდა თავის დროზე ბილადენის და ასე შემდეგ, შესაძლოა ამას დარქმეოდა ერთგვარი წარმატება, მაგრამ ერთია როცა შენ გაქვს საქმე ერთ ტერორისტულ ორგანიზაციასთან, ქვეყანასთან და მეორე არის როცა სახელმწიფოსთან, რომელსაც ტერორისტების მსგავსი გაწვდილი მებრძოლები კი არ ყავს, რეგულარი არმია გააჩნია და პოლიტიკური ხელმძღვანელობა გააჩნია და რა თქმა უნდა. და იგივე ეხლა ჩვენ რო საუბრობთ იმაზე, რომ ვთქვათ ალ-ყაიდას ლიდერის ბილადენის განეტრება თუცა მოხდა, ალ-ყაიდას ამით ცხოვრება კი არ დაუშულებია. მეორე ლიდერი მოვიდა სათავეში, მესამე ლიდერი მოვიდა და ასე შემდეგ და ტერორისტული აქტები გაგრძელდა. ანუ ირანის ლიდერის ლიკვიდაციის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არსებობს ალბათობა, რომ ირანის პოლიტიკური ელიტა, რომელიც ახლა მართავს არ ჩამოიშალოს. აი თქო, ძალიან მარტივად ლაპარაკობ, რომ ბასრებ, ხო, დასრულება სამძიადოების. მაგრამ ამას კიდე ემატება ერთი მთავარი რაღაცა. ვის როგორ აწყობს ეს სიტუაცია?
მზად არის კი თქვა დასავლეთის ის ძალები, რომლებიც თქვა ისრაელს დაუჭერენ მხარს, გნებავთ პირიქით ის ძალები, რომლებიც ინას დაუჭერენ მხარს, რომ პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალოს აღმოსავლეთში, რეგიონში ისე და უსაფრთხოების სიტუაცია შეიცვალოს ისე და ერაყივით გასკდეს ირანი. გათვლილი არის თუ არა მომავალი შედეგები. ერთი თქვენ ერაყის მაგალითი გაიხსენეთ და მე მეორეს გავიხსენებ. საბჭოთა კავშირის დასვლის შემდეგ იყო ბევრი სინანული იმასთან დაკავშირებით, კი ბოროტების იმპერია დავამარცხეთ, მაგრამ აგერ აღმოჩნდით 15 განსხვავებული რესპუბლიკის წინაშე, რომელსაც ყველას თავთავისი პრეტენზიები გააჩნია. თუმცა და ამ პრეტენზიებს კიდევ მოყვა ეკონომიკური უბედურებები, ფინანსური პრობლემები, თავისი ეთნოკონფლიქტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არ იყო მარტივი რაღაცა, ხომ? ხა ირანის შემთხვევაში კიდე რა არის შესაძლებელი, ეს მეორე საკითხია. კიდევ ერთი საინტერესო საკითხი ამთან დაკავშირებით გახლავთ ის, რომ თუ კი ის შედეგი არ იქნა მიღწეული, რაც თქვათ ისრაელს სურს უახლოეს მომავალში, შეიძლება ამან გამოიწვიოს სხვა კრიზისი ისევ ისრაელშიც. ხომ? ვინაიდან იქაც არის ადამიანების გარკვეული კატეგორია, რომლებიც მთავრობის წინააღმდეგ არც თუ ისე ლოიალობთ არის განწყობილი და არა მარტო ღაზას სექტორში მიმდინარეობებს გაახსენებენ, არამედ ჯერ კიდევ არ ჩამქრალა თქვათ ის საყდურები და ეს პრეტენზიები, რაც იყო ხელისუფლებასთან მიმართებაში, როდესაც ტერორისტებმა შეძლოს და ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრეს და ძალიან დიდი მსხვერპლი გამოიწვიეს და ეს ოპერაცია დღესაც არ არის დასრულებული. ესეც საინტერესო მომენტი შეიძლება იყოს. ეხლა რაც შეეხება იგივე ირანს, ხომ? ერთი ვთქვით, რომ ერთი-ორი ლიდერის განადგურებამ შეიძლება არ დაანგრიოს პოლიტიკური ელიტა, მაგრამ მეორე არის, რამდენად არის მზად მოსახლეობა იმისათვის, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პრეტენზიები გააჩნიათ, შეიძლება არ მოწონთ ირანის დღევანდელი ხელისუფლება და ასე შემდეგ, რომ შეეგუონ, თქვათ, სხვა ქვეყნიდან ესეთ ჩარევას. გარდა ამისა, მუსულმანური სამყარო ეგრე მარტივად არ არის ადამიანების გარკვეული კატეგორია, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ, რაღაც მიტინგებზე გამოდიან, აქციებზე გამოდიან, შემდეგ, მაგრამ ეს არ არის ის რაოდენობა და ის რეალურად ძალები, რომელსაც შეუძლია ირანის ხელისუფლება ისე შეცვალოს, როგორც წარმოუდგენიათ, თქვათ, იგივე სხვა ძალებს, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს. ესეც სერიოზული პრობლემა არის. და ეხლა ყველაზე მთავარი და უმთავრესი რა შედეგები შეიძლება გამოვიდეს ამ ყველაფრიდან, ხო? ერთ-ერთი გადაცემაში ვკიდეს და გავიმეორებ, შეიძლება სიამოვნებით არა, მაგრამ ერთ-ერთი დიდი კატასტროფული შედეგი ჯერ არ ჩანს, მაგრამ ნელ-ნელა ეტაპობრივად რაც შეიძლება გამოჩნდეს, ეს არის გარემოს დაბინძურება და კლიმატის გაუარესება, ხო? ხო, რადიაციული, ხო, რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ ჯერჯერობით ბირთვული იარაღის გამოყენებას და შემდეგ, არა. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ რამდენი ბალისტიკური რაკეტა არის გაშვებული, უკვე მერვე დღე არის თუ მეშვიდე დღე არის ამ დღეების განმავლობაში ორივე ტერიტორიაზე, ორივე მხრიდან და იმოქმედებს თუ არა ეს ყოველივე იგივე კლიმატზე, იგივე გარემოს დაბინძურებაზე და მათ შორის არავის არ ვაშინებ, მაგრამ არც თუ ისე სახარბელო მომენტი შეიძლება იყოს რეგიონისთვის და რეგიონის წევრი აქვეა საქართველოსთვის, ვინაიდან არც თუ ისე შორს არის ეს არა, აქვეა არის. საომარი მოქმედება. არ არის აუცილებელი მანდამაც ყურში გესვდეს ჭურვების გასხდომის ხმა და დაბომბის ხმა, ხო? ეს არის ძალიან ცუდი რამ, რაც შეიძლება შედეგობრივად მოხდეს. ამას ემატება კიდევ სხვა საკითხები, ხო? იგივე ირანთან, იგივე ისრაელთან. ამ შემთხვევაში მე არც ერთის მხარეზე არ ვიჭერ, უბრალოდ ვიძახი და ვცდილობ რაღაც სურათი დავხატო. ბევრ ქვეყნებს გააჩნიათ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები და ბევრი ქვეყნები შეიძლება მთლიანად არ არიან დამოკიდებული, მაგრამ გარკვეულწილად მათთვის მნიშვნელოვანია ან ერთთან, ან მეორე ქვეყანასთან ურთიერთობა, მაგრამ ომის შემთხვევაში როგორც წესი, ესეთი ურთიერთობები არც თუ ისე ადვილად ხორციელდება. თუმცა გამონაკლისისთვის იგივე ხა რუსეთ-უკრაინის ომს თუ გავითვალისწინებთ, სანქციებს უწესებენ და რუსეთთან ღიად ვაჭრობენ და უსეცულო და უტყუპად, ხო, მაგრამ ეს არ არის ის მომენტი, რომელმაც შეიძლება იმუშაოს. და ერთ-ერთი მთავარი რამ კიდევ, ხო? რელიგიური ფაქტორიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის აღმოსავლეთში, რაც ძალიან სერიოზულ როლს თამაშობს და ჩვენ არაერთხელ ნახეთ, თქვათ, ისეთ ქვეყნების განცხადებები, რომელსაც მანდამაინც პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ირანი გულზე არ ეხატებათ, თავისი ბევრი მიზეზებიდან გამომდინარე, მაგრამ როგორც კი საქმეში ერთვება რელიგიური ფაქტორი, ისინი ყოველთვის შეეცდებიან და ცდილობენ დაიცვან თავიანთი, მოდით ესე ვთქვათ, იდეოლოგიური რელიგიის მქონე ქვეყანა მაქსიმალურად, ვინაიდან ისინი თვლიან, რომ შემდეგ შეიძლება აღმოჩნდნენ თვითონ. ეხლა ამ ყველაფრის ესეთი მარტივი შეჯამებასავით რომ გავაკეთოთ და შევეცადოთ, რას ფიქრობენ და რას აპირებენ დიდი მამები.
მოდით ესე ვთქვა. ეგ დიდმამამებმა არიციან ჩემი ასეთ. ალბათ კარგად არაა გაცნობილი. მაგალითად ტრამპმა მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა არ იცის რა იქნებოდა რა. აი სანამ ტრამპამდე მივარ, მანამდე ერთი ჩვენთვის ძალიან ტკბილი და საინტერესო ორგანიზაციას მინდა განვიხილო. ევროკავშირის როლი რა იქნება? შეიძლება დაიშალოს. 0-0. იმიტომ რომ ევროკავშირის არათუ ავტორიტეტი არ გააჩნია, ხა წარმოიდგინეთ ისრაელთან ან ირანთან მიმართებაში ურსულა ფონ დერ ლაიანის ბაზარი. კაია კალასი, კაია ჩვენ რო კუბილიუსი, ჩვენ რო გვაშინებენ და ჩვენ რო არ გვეშინია. ჩვენ რო არ გვეშინია და უკვე კომიკური რო გახდა, ხო? მათის. მეორე საერთაშორისო ორგანიზაცია უფრო მეტად შეიძლება რაღაც ინტერესის ნატო ხომ? შუათანადური ალიანსი, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ამონთან დაკავშირებით იურიდიულად, ვინაიდან ეს არ არის მისი მოქმედების არეალი და სანამ თქვა რომელიმე ქვეყანა, ნატოს წევრ ქვეყანას რაღაცა ზიანი არ დაადგება ამ ომის შედეგად, შესაბამისად ნატოს აქ ხა თავის თავარი ამოცანა, თავის საზღვრები დაიცვას და მშვიდად იყოს და რამენერად და არ დაკარგოს თურქეთს სხვათა შორის. თურქეთი არ დაკარგოს. არა მარტო თურქეთი, თურქეთს სხვა მიზნებიდან გამომდინარე კი ბატონო გეთაქვებით, მაგრამ უკვე თვითონ ნატოში დაიწყო ერთგვარი რღვევის პროცესი. სლოვაკეთის მაგალითს თუ გავიხსენებთ, ვინაიდან სლოვაკეთს მიაჩნია, რომ არ არის ნატო მისთვის უკვე ის ქოლგა, რაც მას ჭირდებოდა უსაფრთხოების. ბალტიისპირელებს რატო არ მიაჩნიათ? ბალტიისპირელებს მე მგონი რომ ცოტა ზედმეტად შვიდად არიან. ბალტიისპირელები იცით რა. ანუ დაუშვათ რუსები ტანკებით რო შეიჭრან ესტონეთში. და იციან ამ ოპერაციების ჩატარება რუსულენოვანი მოსახლეობის დასაცავად. კი. ბირთვული ომი დაიწყება? არავით ასე. ხო და აი არ ვიცი, რა ვიცი. ბალტიისპირელებს ალბათ რა ვიცი. არ მინდა რომ ეხლა სუბიექტური იყო მათთან მიმართებაში, რა, იმიტომ რომ ამ ქვეყნებმა და მათმა წარმომადგენლებმა ძალიან ყველაფერი გააკეთეს რომ გაიფუჭებინათ ჩვენთან ურთიერთობა ყველაფერი გააკეთეს, ყველაფერი იკადრეს. ვერ ვიქნები მე მათ მიმართ სიმპათიით განწყობილი, მით უმეტეს რომ უსამართლოდ იცევიან და მთავარი ხა მათ მიზანი რა იყო ხო რაღაც სიმძიმის ცენტრების განმოტანა საქართველოში რომ იქნებ რუსეთთან რაღაცა და ამ დროს ხა რუსეთს ოკუპებას ეძახიან რაღაც სანქციებს უწესებენ, თან ვაჭრობენ, თან ასე შემდეგ და თან ასე. იცით რას მაგონოს ერთი რაღაცა რომ ძალიან დიდ პატივისცემ ნებისმიერ ოჯახის ორი ეთნიკური ნიშნა არ უნდა იყოს, ხო? შერეულ ოჯახებს, მათ შორის საქართველოს გასამოსო ამრა მაგალითმა აი დაახლოებით ეგეთ საქციელებად ბალტიისპირელებს დედა რომ რუსი ყავს ადამიანს და დედაღამე რომ რუსებს აგინებს რა. არიან ეგეთ. აი კი არიან ესეთ ბევრი მინახია. რუსეთის მოქალაქე რო არის ჩვენთან ბევრი რუსეთის მოქალაქეა და რუსეთიდან დაფინანსებას იღებს, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი არის. უამრავი რუსული საქმეა გაკეთებული, მაგრამ რომ კითხვა რუსეთს ებრძვის და ასე შემდეგ. მოკლედ ბევრი რარ გავაგზავნოთ, ხო ევროკავშირი გამოურიცხეთ, როგორც არაფრის მქონე არაფრის მაგნესი ორგანიზაცია. ინგლისი არ გამოურიცხეთ. ინგლისი არ გამოურიცხეთ, არც არის ევროკავშირის წევრი. ნატო გამოურიცხეთ, კი ბატონო. და რჩება ვინ? რეალური მოთამაშეები. შეერთებული შტატები, ჩინეთი, ბრიტანეთი, რომელიც ინგლისთან ერთად უკვე ალიანსში შეიძლება იყოს ამ საკითხზე. შეიძლება არ იყოს ტრამპი. შეიძლება არ იყოს, გააჩნია სიტუაცია. არ იყოს შეიძლება ინგლისთან. და ჩინეთი, თავისთავად ცხადია, რუსეთის გამორიცხვა დაახლოებით ამ საკითხიდან ისეთი არის, ხა ბევრს გონია რომ საცალია რუსეთს თავის ისა აქვს უკრაინაში. არ არის. საცალია რუსეთს მაშინ იქნებოდა პატარა ქვეყანა რომ იყოს და სხვა საშუალება რო არ ქონდეს მეტი. ეგ დაახლოებით იგივე ამერიკაზეც რო თქვა, ხო? აი საცალია ამერიკას უამრავი პრობლემა აქვს. ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნია სხვადასხვა სარდლობები სოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მაგრამ ორი კონფლიქტზე მეც ვერ გაკაჩა. არა, ორი კონფლიქტი არავის არ აწყობს თავისთავად ცხადია. არა, ორზე მეტი უკვე არ გამოვა. მოდით ახლა ისიც თქვა ჩვენ, ხომ? ტრამპს რამდენად აქვს ინტერესი რომ ეს კონფლიქტი გადაიზარდოს? ჩინეთმა რო დაიწყოს რაღაცა, ეჭვებარება, მაგრამ არა, ჩინეთის პოლიტიკას ახლა ტრამპი ჩაერთო დაუშვათ და შემდეგ ნახა ტრამპმა ჩინეთი ალბათ სავარაუდოდ მაინც შეინარჩუნებს იმ პოლიტიკას, რასაც აწარმოებს წლების განმავლობაში და საკმაოდ პაკისტანი არ გამოურიცხოთ, თურქეთი არ გამოურიცხოთ. პაკისტანია, თურქეთი არის, ბევრი ქვეყანა არის მიკროინტერესები, დაბალ დონეზე, რეგიონალურ დონეზე რო ინტერესები. გარკვეული რაღაც მიზეზებიდან გამომდინარე და არის ქვეყნები, რომელსაც შეიძლება პირდაპირ ნეიტრალური პოზიციაც კი დაიკავონ. და რამდენად კარგი ხდება ნეიტრალური პოზიციის დაკავება საომარ მოქმედებების გაგრძელების შემთხვევაში, ეს კიდე მეორე საკითხი არის. ეხლა ალბათ მაინც ბოლოსკენ ახალ მიდივართ, საქართველოს უნდა ვთქვათ ერთი ორი სიტყვა, ხო? ერთი თქვით იმ საფრთხის შესახებ, რომ რამაც შეიძლება გარემოს დაბინძურებისა და კლიმატის გაუარესების გარკვეული რაღაცა შედეგები გამოიწვიოს ამდენი
რაკეტებისა თუ ჭურვების მოქმედებაში მოყვანის შედეგად და მეორე მე ამ შემთხვევაში შალვა ნამდვილად შემიძლია ვთქვა რომ მიხარია და მეამაყება რომ ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს საკმაოდ პრაგმატულ პოლიტიკას აი ესეთ საკითხებთან მიმართებაში. ერთი რომ ჩვენ ვერ ჩაგვithრიეს სწორედ ხელისუფლების პრინციპებიდან გამომდინარე რუსეთ-უკრაინის ომში და მეორე ჩვენ არ უნდა დავიჭიროთ არავითარ შემთხვევაში არც ერთი მოთამაშის მხარე. ვერ ვიქნებით ჩვენ მხარე ბევრი მიზეზიდან გამომდინარე, თორემ ესე ვთქვათ რომ არა ჩვენ არ შეგვიძლია კაცო. გარდა ამისა რომ ჩვენ არ გვაქვს ამის შედეგები, გარდა ამისა ისრაელთან ჩვენი საუკუნოვანი ურთიერთობები გაგვაჩნია და ასევე გაგვაჩნია და ქართველები ყავს უამრავი აქაც და იქაც. სერიოზული კულტურული ურთიერთობები, სერიოზული ეკონომიკური, საავადმყოფო ურთიერთობები და ასე შემდეგ. გარდა ამისა ჩვენ არ გაგვაქვს ამის შედეგება და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ საქართველოს ვინმე დაუშვას, განიხილოს ვიღაცის ხარდაჭერა და შემდგომში პოლიგონად დაუშვას. შესაძლო პოლიგონად გნებათ ლოჯისტიკურ ბაზას. არა, ეს იქნება თვითმფრინავის ტოლფასი და ამიტომ კიდევ ერთხელ როცა ვიძახით რომ ხელისუფლების პრაგმატულ პოლიტიკას არათუ მხარს უჭერთ, თლიანად ვემხრობით, უბრალოდ გვაქვს ქვეყანა ვართ. სხვა გზა არა გვაქვს. ჭრელი პოლიტიკური ლანდშაფტი გაგვაჩნია და გაგვყავს ამ ჭრელ პოლიტიკურ ლანდშაფტში იდიოტების გარკვეული ნაწილი, ხო, რომლებიც ფიქრობენ რომ ან ერთის გამარჯვების შემთხვევაში, ან მეორეს გამარჯვების შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, რომ თითქოს რაღაცა კარგი ხდება საქართველოსთვის. საქართველოსთვის კარგი ხდება იმ შემთხვევაში, თუ ეს ომიც მალე დამთავრდება, მშვიდობა დამყარდება, მოლაპარაკების მაგიდა და ასე შემდეგ. არ ვიცით ხა ჩვენზე არ არის დამოკიდებული თავი და მოლოდინე ეს ყველაფერი და მე ხა მაგალითისთვის ვიტყოდი რომ ჩვენ გქონია პრეცედენტები რომ თუ ვინმესთვის არის სასურველი რომ მოლაპარაკების მაგიდას ეძებენ ტერიტორიულად სადმე იბატონო თბილისი ამისთვის შესაძლოა მზად იყოს. ჩვენ როლი შევასრულეთ სომხეთ აზერბაიჯანის დარეგულირებაში და აღნიშნე ეს სოფლიოში. დიდი მადლობა ჩემო კარგო ლევან ნიკოლაიშვილი იყო ჩვენი განაცემის სტუმარი. უღრმესი მადლობა. ჩვენ ბევრი სალაპარაკო არც აქვს. იმდენად ცხადია მშვიდობის ფასი და იმდენად საშიშია ის სიტუაცია, რაც ჩვენს გარშემოა, რომ ადამიანები მიდიან ოცნებასთან, უბრალოდ ის ადამიანებიც კი, რომლებიც ხმას არ აძლევდნენ, ეხა ოცნების პოლიტიკაში ხედავენ ხსნას. ეს ძალიან პრაგმატულია, ეს გიჟი ოპოზიცია ისეთ მილიტარისტულ რაღაცებს უკიჟინებს, რომ უბრალოდ არ გინდა იქით გახედვა რა. დიდი მადლობა. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ პარასკევს.